სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებას აღნიშნულ საქმეში ბრალდებული კახეთის გუბერნატორიც გამოეხმაურა. თამარ გოგისაშვილი მუშაობს თემაზე. თამარ, რასაც ცხადებენ პოლიტიკოსები? ვერაშვილი, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია, ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირ ჩარევაა სასამართლოს საქმიანობაში და ამით ირღვევა როგორც მისი, ასევე ვანო მერაბიშვილის კონსტიტუციური უფლება. სურაბ ჭიაბერაშვილი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლო პროცესზე აპირებს. რაც შეეხება სამთავრობო მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით სახელმწიფო აუდიტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება ხდებოდა საბიუჯეტო სახსრებით და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. როდესაც უკვე სასამართლო დაწყებულია, მიმდინარეობს და სხვა სახელმწიფო ორგანო აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს არის უკვე პირდაპირ ჩარევა სასამართლოს მიუკერძოებლობასა და თავისუფლებაში, რითაც ირღვევა ჩემი და ვანო მერაბიშვილის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება და აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლების შესახებ. საფუძვლიანი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ საბიუჯეტო თანხები გამოიყენებოდა წლების განმავლობაში, დასტურდება ამით. ეგ არის. დანარჩენს იქ დარგვის ხარისხი როგორი იყო, ამას უკვე აჩვენებს ალბათ გამოძიება. ნაციონალურ მოძრაობაში კი სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ და კვლავ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. მანანა კობახიძის განცხადებით კი მომხდარ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. სამუშაოს მაძიებელთა პროგრამას ახორციელებდა საქართველოს მთავრობა და ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება უკანო შემოწირულობაში ამ კუთხით არის სრული აბსურდი და იმ ხაზის გაგრძელება, რომელიც პოლიტიკურ დევნას ითვალისწინებს ნაციონალური მოძრაობისას. აუდიტის სამსახური მოქმედებდა მხოლოდ ერთი პარტიის, ესე ვთქვათ, წინააღმდეგ, მიზანმიმართულად და ეს იყო ერთი პოლიტიკური სუბიექტის უпростоრად წინააღმდეგ და ეს გახლავთ ქართული ოცნება, როდესაც მილიონობით უკანონო და აბსოლუტურად უსაფუძვლო ჯარიმები დაეკისრა კოალიციაში შემავალ პარტიებს. კარგია, რომ თვითონ აუდიტის სამსახურმა, როგორც ჩანს, ეხლა ეს ყველაფერი განაცხადა, გამოვლინდა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ამას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და ეს უნდა შეისწავლოს პროკურატურამ და უნდა პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებიც აფინანსებდნენ უკანონო გზებით ნაციონალურ მოძრაობას. შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით დასაქმების პროგრამა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებით. დღეს ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ამაზე მოძიება დაწყებულია უკვე რაღაც პერიოდის წინ, უკვე მინიმუმ 2 თვეა, შეიძლება მეტი. რაც შეეხება ინტერპრეტაციას, ეს იყო კანონდარღვევა თუ არა, ამის კომპეტენცია აქვს მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო სამსახურს და სასამართლოს. რაც შეეხება ზიანს, ამას ასევე დაადგენენ კომპეტენტური ორგანოები. აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რა შეფასებები მოჰყვა და რა განცხადებებს აკეთებენ თავად ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროგრამაში, უკვე მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში თამარ გოგისაშვილი საუბრობდა.